კალაძისა და ოცნების დეპუტატ ბარვენაშვილის ცოლებს ბიზნეს წილები აჩუქეს. ინფორმაცია სტუდია მონიტორი ავრცელებს. ჟურნალისტური გამოძიებით ანუკი არეშიძეს და მაია მაისაძეს ოცნებასთან დაახლოებული ბიზნესმენის ლაშა კვაჭაძის ცოლმა ბრენდული სათვალეების კომპანია ვისიონარში წილები გადასცა. ამავე გამოძიებით კალაძის ცოლმა წილი მას შემდეგ მიიღო, რაც მერიამ ბარვენაშვილ კვაჭაძეს მშენებლობის პროექტი დაუმტკიცა. ტოტალური ცენზურის მორიგი გამოვლინება რუსეთში, ნიჟნი-ნოვგოროდში ერთ-ერთ გამოფენაზე ომის მოწინააღმდეგე ხელოვანების ნამუშევრებს ქაღალდები გადააფარეს. მათი გაყიდვა კი აკრძალეს. მედიის ინფორმაციით გამოფენაზე FSB ეგრეთ წოდებული შავი სიით მივიდა და რამდენიმე ხელოვანის ნიმუში დაფარა. რამდენიც არ უნდა ათამაშო, ულვაში შენი ხელები უკრაინელების სისხლშია გასვრილი. ვაფიქსირებთ თითოეული შაჰიდის გადაფრენას, რომელიც ბელარუსის დერეფნების გამოყენებით უკრაინისკენ მიემართება. ლუკაშენკოს უკრაინიდან აფრთხილებენ. უპილოტო სისტემების ქვედანაყოფის მეთაური რობერტ ბროვდი ბელარუსის პრეზიდენტს მიმართავს, რომ ომში თანამონაწილეობას სასჯელიც მოჰყვება. ღაზაში ჰამასის სამხედრო მეთაური იზალდინ ალ-ჰადადი მოკლეს. ისრაელის პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა განაცხადეს, რომ ჰადადის ლიკვიდაციის ბრძანება მათ გასცეს და ის იყო 7 ოქტომბრის თავდასხმის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი.